წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, 10 ნათის ეთერში. გადაცემის ოდაბადეშ კინოხონი, ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ყოველ ხუთშაბათს ტრადიციულად 18 საათსა და 18 წუთზე გეოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი, რომელსაც ვუძღვებით ორნი, მე სოფიო ხუსიშვილი და ისტორიკოს კვლევარი ბატონი ლაშა ჯიქია. ჩვენ სულ მოუწველად ველოდებით კვირიდან კვირამდე ამ დღეს და ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალურად საინტერესო და კარგი გადაცემა შემოგთავაზოთ, რომელზეც ცხადია მუშაობს ბატონი ლაშა. ფაქტები დადასტურებული და ძალიან ესეთი მასალები გვაქვს ხოლმე, ბევრი გვეკითხება, საიდან მოგვაქვს ეს მასალები და სად შეიძლება ნახვა. არცად არ შეიძლება. მოსმენა შეიძლება მხოლოდ ჩვენთან. ასე არ არის ბატონი ლაშა, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის, ქალბატონო სოფიო, მივესალმებით ჩვენს რადიო 10 მსმენელებს. Quanon ჯუაჯგრობუაშ ტრადიციულოთაშ. ქეშერხვადოთ, ხოლონთ კიფრეჯგრობუადო ბედნერებას გიზალანთდო. თქვენს მაურეთო მანგარო მოხიოლინა. მახოლო მოხიოლუ, ონჯუაჯგრობუაშ. მოგესალმებით მეგრულად და ეს მათთვის ინსპირულად გვისმენს. ეს გადაცემა გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად. ჩვენ მეგრულად ვსაუბრობთ, შემდეგ ქართულად. ყველა ჩვენი გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე რადიო 10.lg, Facebook გვერდზე რადიო 10 და ასევე YouTube-ზე. თან ლაივ რეჟიმში შეგიძლიათ ინტერნეტით გვისმინოთ ვებგვერდიდან და FM-ზე 105 და 9. ბატონო ლაშა, დავაანონსეთ ძალიან მაგარი გადაცემა ჩვენ მოჯგირები. მოჯგირები, კი. ანუ ფაქტიურად ეს გამოგვივიდა მთელი ციკლი, აი სისხლით, ხორცით ნათესაობის და ასე შემდეგ, აი სოციალური სტრუქტურა თუ როგორ იყო აგებული სწორად სამეგრელოში და დღესაც ბუნებრივია, მეტნაკლებად შენარჩუნებულია ეს ინსტიტუტი და ფაქტობრივად ჩვენ ამით მოვჩებით აი ამ ციკლს და მე უფრო გადავა სხვა თემებზე, უბრალოდ შეიკრება წრე, თუ როგორ იყო ეს თური, სამოხიო, დინო და ეს და ერთმანეთთან დაკავშირებული. ამაზე იქნება დღეს საუბარი, გარკვეულწილად წინა გადაცემებში აღვნიშნეთ გარკვეული აი ეს ურთიერთმიმართება, მაგრამ დღეს უფრო ცლად და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ მოჯგირებზე, ანუ ნათესავებზე. კეთილი, დავიწყოთ. აი როგორც წესით, ჯერ მეგრულად და შემდეგ ქართულად გისმენთ ყურადღებით. Ჩვენ ამ დღანერჩიებაშ რადიო გინოჩამაში თარ თემარე მოჯგირები. მუჭო წოხლეიან რადიო გინოჩამებს ფშინეთენ თურშე, სამოხიოშე, დინოშე და თენებში კიფჩით. სოდეთ ფშინეთ ნამუ და ათე სოციალური ინსტიტუტე გერცხირე მოჯგირების სტრუქტურას. ტერმინ მოჯგირე თეშიძირე მუჭოთ რე გვალო ჯვეშდო მოურ სიტყვა ჯგირიშე. მუჟამი თე სიტყვა გიმირნუაფუთ წკონდა შანულობათი. ათაშ ნამუ და ამ დღან დღაშა ჯგირშე გერცხილი ტერმინ მოჯგირეთ იშინუ მუჭოთ დიდაშ თეშ მუმაშხუჯიშე ზესხირ ხორცით ნათესები. ნათესები ჟაგნატიკურ და კოგნატიკურ ხაზიშ გიშაგორალო სამარგალოს თქონარ ჯულით ნათესე. ჯულით მოჯგირე. თინახოლე რაგადრე ნამუ და ჯულ გვარშანულენს მარგალურო. და ხოლო თქონა დიდაშარ ნათესე. ანუ დიდაშიან მოჯგირე. აგნატურ ჯგუფშა მიშურს მუმა, ჯიმა, ბიძია, ბიძისკუა, ბაბუ, ბაბუს ჯიმა, ბაბუს ჯიმასკუა, აპუ, პაპუს ჯიმა და პაპუს ჯიმასკუა. კოგნატურ ჯგუფშა მიშურს დიდა, დეი, დეიდასკუა, დიდაშ ჯიმა, დიდაშ ჯიმასკუა, დიდაშ მუმა, დიდაშ დიდა, დიდაშ ბაბდო, დიდაშ პაპუ. აგნატ ნათესებშა თეშ დოძახინელ ჯულით მოჯგირებშა მიშურს მართა თენარე დუდ მოჯგირებ მაჟრარე გალენ მოჯგირებ და მასმარე ტყურაია მოჯგირებ თეშ დოძახინეთებნელ ბოგიშ ბოგი დუდ მოჯგირებს და გალენ მოჯგირებს სამარგალოს უძახუნას ზისხირ ხორცის დუდ მოჯგირეს უძახუნას სუმ მოითირ მოდგამიშ დინახლეიან ნათესებს გალენ მოჯგირეთ იკოროცხუ 4 შკვით მოითირით დაშორებულ მოდგამ ოდო ტყურაია მოჯგირეთ ვარდა ბოგიშ ბოგით შკვით მოითირი ჟინიან მოდგამ იშინუ მუჭოთ ეთნოგრაფიულ მასალებ მოძრანან დუდ მოჯგირებ რენა უგურთუ ფანიაშ თეშ დოძახინელ თიშ მაკათურები ათეცალ არძა ფანია აკოდგუმილდ ეგოშ და ეგოის სკუალებ და მოთალებშე ოდო ხოლო ეგოის ჯიმალებ თინეფის სკუალებ და მოთალებშე თაშნამუდა თეშ დოძახინელ თიშა მიშეშე სუმ მოითურ მოდგამიშ მანგოიან და ხასლაშიან შტოშ მაკათურები მასმა მოითურ მოდგამიშ დონეს თი ირთუთ მუდგაზმარენ ფანიათ ნამუთ ართიანიშ ხასლას ოხორანდეს ათაშ გორჩქინელ მუდგაზმარენ ფანიეფიშ დუდ მოჯგირეფის სოციალურა კორინას ჯოხოთ თენამ ჭოწოხლებდკეთენ დინო ნამუთ ეგოშ ჯოხონათ იშინუთ დინოშა მიშმალ ფანიებ კინე იშხუარებდეს და აკოცენდეს და თინეფიშ გამნარყებ ახალ დინოს გარჩქინანდეს ათეცალ გორჩქინელ დინეებ ართმა ჟიაშორდეს გალინ მოჯგირებ შკვით ბრუო მოითირ გამნარყეს დინახლე აკორინელ დინეფის სოციალურა კათური თურ თენახოლე ქობდკი წოხლეიან რადიო გინოჩამას თურ მუჭო წოხლეიან რადიო გინოჩამას თვით იშინუ თი ჯოხონათ მიგაკ ათე ვარდა თი რჯულ დარცხუდო
დუ მართა კინო ათე გვარშო თურშა მიშმალ დინოეფი ართმაჟია შორენა მოჯიმალეები ოდო თურეფიშ ართიანიშ შორენა ტყურაია მოჯგირეები ათაშნამუდა ჯუეშ ბორჯის შკვით მოითირ მოდგამის დინახლე ერჩქინელი 4 დინო მიკოროცხანდუ მუშ შვადოშვა კატეგორიას ნათესებს დუდ მოჯგირებს და გალენ მოჯგირებს ნამუეფ ართიანშკას აკოს გომონჯიდეს ზისხი ხორციდო თენეპორთუდეს თეშდო ზახინელ თურს კოგნატიკურ ჯგუფშა მიშმალ ნათესებ იშინუთ აკოდგიმილ ტერმინით დიდაშარ მოჯგირე კოგნატიკური ჯგუფის ნათესებ ხოლო აგნატიკურ ცალო ირთუდეს დუდ მოჯგირეფო და გალენ მოჯგირეფო მართა კატეგორიას ნათესეშა მიშეშეს მართადო მაჟრა მოდგამიში მაკათურეფი ოდო მაჟრა მასმადო მანთხა მოითირ გამნაყიშ მაკათურეფი ათე 4 მოდგამიშკას უთუნფერა ვეშილებუდ ართიანცკმა ჩილდოკომონჯა გინორთა უშენდა თენერბდეს ართიანიშ კერს მოჯგირეფი კერს მოჯგირებშა მიშეშეს ჩილდოკომონჯის ბებდო ბაბ დიდადო მუმა დადო ჯიმალეფი თეშ გარდა ხოლო ოსურიშ ნათესებს ჯოხოთ ჩილორთი ოდო კომონჯიში აკანშე მოჯგირებ ჯოხოთ კომონჯიშიანები ტრადიცია თხილერდუ ნამუდა კერს მოჯგირობაშა მიშმალ მაკათურებშკას მეთიერ ქვი ქორდუდა თიწყუმა ჩილდოკომონჯა გინორთა კონწარა ვეშილებეთ ხოლო ვეშილებეთ ოსურ ვარდა კომონჯდო ღურუდუნ ოხოლასკერწუმა გურგინიშ გედგუმა თაშ ნამუდა სამარგალოს ვეშილებეთ და ვაშინერ თეშდო ზახინელ ლევირატ სორორატის წეს ართიაშკა ჩილდოკომონჯა გინორთა ვეშილებეთ ჩილდოკომონჯიშ დადო ჯიმალეფშკას ხოლო თთ ათი ჟირ თეშ პრეცედენტ მარა უმოსო უთხილანდებშეთანა ონჯღორეთი იკოროცხუთ დამოჯგირებული ფანიებ მანგარო უთხილანდე ჩილდოკომონჯიშ დადო ჯიმაწყმა ნოსადო სინჯარ ბიძის კვალებწმა დედას კვალებ ვარდა მამდას კვალებწმა არტ გურგინიშ თუდო ათორინას მარა თინა ნანდულორდუ ნამოდა ჩილდოკომონჯიშ ხასლაშიან ნათესეფიშ ტოებ ართიაწყმა ვაუთხილანდეს ჩილდოკომონჯა გინორთას თენა ეკლესია წესით ხოლო ალობა მეჩამიერდო სამარგალოს ხოლო რჩქინელდე დამოჯგირებაშ არწეს ნამუთ ვამურს კერს მოჯგირალაშე თენარე მორდიობა მორდუობა და მანგიორი შეჭოფუა მორდია მირონობათ ფანი აუსლებერო ოკო მერცხილდუკო მეგურგინეწუმა ნამუ ჩილდოკომონჯიშ მაკოჩხურ სკუაშ მორდიად გინირთუთ უკულიან სკუალებს თის ნაონათაფუანდეს მიდგაცმა ფანიას ნათესე მოჯგრელა ოკოდენ ათეშნერა აკორინელ ნათესობა ინწყუაფუთ ვარტხვალე მორდია და ნათილიშ ფანიებშკას და დადო ჯიმაშ მორდიებშკას ხოლო მირონით ართიანის დანათესებულ კათა ზისხით ხორცით მოჯგირებს ვეტოლებუთ ათეკ მუშ კვალქდიტუ ჩილდოკომონჯიშ გინორთაშ ნორმებს ხოლო მუჭოდ გინობჩანან მორდია და ნათილიშ ვითოჟირ მოდგამიშ გამნარყებს ართიანშკას მანგოიან ხაზეთ ჩილდოკომონჯა გინორთა ვეშნოლებუე მუშამის ზისხით და ხორცით ნათესობაშ ბორჯის შკვით თაობაშ უკულ შილებეთ საერთიანოშ მამშვა ეკლესიაში აკოშაყაროვა გინოჭყვი ნამუდა მირონ მორდია დამოჯგირება ზისხით ხორცით მოჯგირალაშ უკაბეტაშ დი მარა გურგინიშ გედგუმა მაბრუო მოდგამიშ გამნარყებშკას წესო გამშეხ ვითოჟირ მოდგამიშ თემა ვარდასოკო მართან თენაჭე უნაგონს ქოგ ხელოვნურ დანათესაბაშ მაჟრა ფორმარე მორდუობა ათე ინსტიტუტ უმოსო გერცხილდი ჟინოს სკუალეფიშ ყაზაყეფიშ ფანიებს გაძიძებას ტრადიციაშა მუჟამით მუნეფიშ ბაღანებს ორდალო ქიმეჩანდეს ყაზაყიშ ფანიას მიდგას ლილ ბაღანა უნტ უდესნთის და ტრადიცია ფართასკორდუ გოფაჩილ ათეშნურო დანათესებუშკას ხოლო ვეშილებეთ ჩილდოკომონჯა გინორთა სამარგალოს მორდუობა დანათესება ხვადუდ თიმ ბორჯის ხოლო მუჟამით ყაზაყიშ ოსურ ზუზუს ქოჩან შხვა ბაღანას ათეჯგურა ბორჯის ათე ფანიებშკას ზესხիր ხორცით დამოჯგირება ჟუმენტაშ მოჯგირალა გაკინწყუაფუთ თენეფიშ გამნარყებშკა შკვით მოდგამიშ მოითირს ვეშულებოთ ართიანი ჩილდოკომონჯა გინირთიკონ ათაშ ხვადუდ ურელიშ მანგირო ეჭოფუა ბორჯის ხოლო ასე ქობთქუა კეთი შკვით მოითირ მოდგამიშ ჯოხოლებ მუჭორ სამარგალესენ დიდაშ ხაზით და მუმაშ ხაზით პირველ მოდგამ ანუ კოჩიშ ხაზით რე სკუა ბერე შვილი და შილი ოსურიშ ხაზით ხოლო თენა ანალოგიურre მაჟრა მოდგამიშ ჯოხონარე მუმა ბაბა დიდაშ ოსურიშ ხაზით რე ნანა დიდა მასმა მოდგამირე ბაბუ კოჩიშ ხაზით და ოსურიშ ხაზით რე ბები მანთხა მოდგამრე პაპული ოსურიშ ხაზით რე პეპი მახუთა მოდგამ კოჩიშ ხაზით რე ჯამა მაჟანეროთე ჩამადის უძახნა ოსურიშ ხაზით რე ჯამარი ტატი მამშვა მოდგამი იშინუ შამაშ ჯოხონათ კოჩიშ ხაზით და ოსურიშ ხაზით შამარი მაშკვითა მოდგამ მიღუნა კოჩიშ ხაზით იმპუ და ოსურიშ ხაზით ვამღუნათ ეჯოხონა იმპუე ფარენა ოსურებ ვარენა იმპუშერე ხო და შილებეთანა თაშკორდაზღვარი მოკლედ აი საინტერესო ჩვეულებრივი ენის გასატეხი აი ეს ის გადაცემა რომელსაც ნამდვილად სჭირდება ქართული თარგმანი შეიძლება ითქვას იმიტომ რომ იმდენად რთულად არის აქ ეს ყველაფერი გადმოცემული აუცილებლად უნდა ვთქვათ ქართულადაც ყველა გადაცემაში ასე ვამბობთ ცხადია მაგრამ განსაკუთრებით ამ გადაცემას სჭირდება იმდენი ტერმინოლოგია შემოვიდა ძალიან საინტერესოა ძალიან საინტერესო ეს მანგიორი დღესაც არის ბევრჯერ გამიგონია რომ აი რაღაცა ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს ამა თუ იმ ოჯახის მიმართ იმიტომ რომ ჩვენი ოჯახის წევრია იმისი ან ჯიმეშ მანგიორი ან დიდაშ მანგიორი ან ამიშ მანგიორი და რაღაცა ამ შემდეგ არის ეს
დღემდე არის და ძალიან ბევრი რამე არის დღემდე. მორდუობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ ძალიან ისეთი თემა არის. ალბათ ერთ ორ გადაცემასაც გავაკეთებთ არა ბატონო ლაშამერი და მე, იმიტომ რომ ესეთ თემაა მორდუობა და ეხლა საინტერესოა როგორ ჟღერს ეს ყველაფერი ქართულად. კი ბატონო, ახლა მოგახსენებთ ქართულად. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ მოჯგირეები, ანუ ნათესავები. ტერმინი მოჯგირე უნდა იყოს ძალზეწველი, იგი ნაწარმოებია სიტყვიდან ჯგირი, რაც კარგს, წმინდას ნიშნავს და სულ შესატყვისობაშია ქართულ მოკეთესთან. ასე თუ ისე, სწორედ აღნიშნული ტერმინებით მოიხსენიება დღეისთვის სისხლეთ ნათესავი, როგორც მამის, ასევე დედის ნათესავების მხრიდან. ნათესაობაში აგნატიკური და კოგნატიკური ხაზის გასარჩევად შესაბამისად ამბობენ რჯულით ნათესე, რჯულით მოჯგირე, რჯულით ნათესავი, ესე იგი. რჯული გვარს ნიშნავს მეგრულად და დიდაშარი ნათესე, დიდაშიანი მოჯგირე, ანუ დედით ნათესავი. აგნატურ ჯგუფში შედიან მამა, ძმა, ბიძა, ბიძაშვილი, ბაბუა, ბაბუას ძმა, ბაბუას ძმისშვილი, პაპა, პაპის ძმა და პაპის ძმისშვილი. კოგნატურ ჯგუფში გაერთიანებულნი არიან დედა, დეიდა, დეიდაშვილი, დეიდის ძმა, დედის ძმისშვილი, დედის მამა, დედის დედა, დედის ბაბუა და დედის პაპა. აგნატი ნათესავები, ესე იგი რჯულით მოჯგირეები, თავის მხრივ ქმნიან რამდენიმე საფეხურს. დუდ მოჯგირე, ანუ თავი ნათესავი, გალენ მოჯგირე, გარე ნათესავი, ტყურაია მოჯგირე, უბრალო ნათესავი, ან როგორც შეიძლება ამბობენ ბოგიში ბოგი. პირველი და მეორე კატეგორიის ნათესავების აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინი სისხლ ხორცი, ანუ სისხლ ხორცი. დუდ მოჯგირედ იწოდებიან ნათესავების სამი თაობის ფარგლებში. გალენ მოჯგირედ 4-7 თაობით დაშორებულნი, ხოლო ტყურაია მოჯგირედ ან ბოგიშ ბოგად 7 თაობის ზემოთ. როგორც საველე მასალა გვიჩვენებს, დუდ მოჯგირეები განუყოფარი ოჯახის, ეგრეთ წოდებული თის წევრები არიან. ყოველი ასეთი ოჯახი შედგებოდა ეგოს და ეგოს შვილებისა და შვილიშვილებისაგან, ასევე ეგოს ძმების, ამ უკანასკნელთა შვილების და შვილიშვილებისგან. ესე იგი, თიში გაერთიანებული იყვნენ სამი თაობის პირდაპირ და გვერდითი შტოს წარმომადგენლები. მესამე თაობის დონეზე თი იყოფოდა რამდენიმე ოჯახად, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ სახლობდნენ. ასე წარმოქმნილი რამდენიმე ოჯახების დუდ მოჯგირეების სოციალური გაერთიანებას ეწოდებოდა დინო, რომელიც ეგოს სახეს ატარებდა. დინოში შემავალი ოჯახები გამსვლების შემდგომ კვლავ იშლებოდნენ და განაყრები თავიანთ მხრივ დინოს წარმოქმნიდნენ. ყოველი ასეთი დინო მეორის მიმართ იყო გალენ მოჯგირე. 7-8 თაობის შიგნით წარმოქმნილი დინოების სოციალური გაერთიანება თური, რომელიც იწოდებოდა გვარის ამა თუ იმ შტოს დამაარსებელი წინაპრის სახელით. თურში შემავალი დინოები ერთმანეთის მოჯიმალეები, ანუ მოძმეები არიან, ხოლო თვითურები ტყურაია მოჯგირეები. წარსულში 7 თაობის შიგნით წარმოქმნილი 4 დინო მოიცავდა რა სხვადასხვა კატეგორიის ნათესავებს, დუდ მოჯგირეებსა და გალენ მოჯგირეებს, რომლებიც შეკრული იყვნენ სისხლ ხორცობით, ქმნიდნენ თურს. კოგნატიკურ ჯგუფში შემავალი ნათესაობა აღინიშნება შედგენილი ტერმინით დიდაშარ მოჯგირე, ანუ დედით ნათესავი. კოგნატიკური ჯგუფის ნათესაობა თავის მხრივ აგნატიკური მსგავსად იყოფოდა დუდ მოჯგირეებად და გალენ მოჯგირეებად. პირველი კატეგორიის ნათესაობაში გაერთიანებული იყვნენ პირველი და მეორე თაობის წარმომადგენლები, ხოლო მეორეში მესამე და მეოთხე თაობის. სწორედ ამ მოთ თაობაში იყო მკაცრად დაცული საქორწინო აკრძალვა. რამდენად მოყურებითი ნათესაობის აღსანიშნავად სამეგრელოში გამოიყენებოდა და დღესაც იხმარება ტერმინი კერძ მოჯგირობა, ანუ კერძ ნათესაობა. კერძ მოჯგირეებს განეკუთვნებიან ცოლის ბებია და ბაბუა, დედ მამა, და და ძმები. გარდა ამისა, ცოლის ნათესაობა აღინიშნება ტერმინით ჩილორთი, ანუ ცოლეული, ხოლო ქმრისა ქომუნჯიშიანები, ანუ ქმრისიანები. ტრადიციის თანახმად, კერძ მოჯგირობაში შემავალი უფროსი თაობის რომელიმე დაქვრივებულ წარმომადგენელთა შეუღლება სასტიკად იგზალებოდა. ასევე დაუშვებელი იყო მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ცოლის დაზე ან მასზე ქორწინება. ესე იგი, სამეგრელოში არ დასტურდება ლევირად სორორატის წესი. ქორწინება აკრძალული იყო ასევე ცოლქვის და დაძმებს შორის. ასეთი რამ მხოლოდ ხალხურ გადმოცემებით და ზღაპრებს შემორჩა. იყო ცალკეული შემთხვევები, მაგრამ დამოუკიდებელი ოჯახები ძირითადად გაურბოდნენ ცოლქვის დაძმების ქორწინებას, ძლისა თუ სიზის ბიძაშვილზე, დეიდაშვილზე ან მამიდაშვილზე. რა შეეხება ცოლქვის ნათესაობის გვერდითი შტოების ერთმანეთში დაქორწინებას, იგი სამეგრელოში ისევე როგორც ქართლში დაშვებულად ითვლებოდა. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოყურებით დანათესავულთა გვერდითი შტოების ქორწინება ნებადართული იყო თვით საეკლესიო დადგენილებით. სამეგრელოში ცნობილი იყო ხელოვნურად დანათესავების კიდევ ერთი წესი. ეს იყო ნათელმირონობა, ასევე მორდუობა და მესამე მონაცვლის აყვანა. ნათელმირონობით ოჯახი ყოველ მიზეზს გარეშე უნდა დაკავშირებოდა მეჯვარეს, რომელიც ცოლქვის პირველი შვილის მორდი, ანუ ნათლია ხდებოდა. დანარჩენ შვილებს იმ პირებს ანათვლინებდნენ, ვისთანაც ოჯახს დანათესავება სურდა. ნათესაური კავშირი მყარდებოდა არა მარტო ნათლიესა და ნათლის ოჯახებს შორის, არამედ დაძმების ნათლიებს შორისაც. ნათელმირონობით დაკავშირებულთა ურთიერთობას ხალხი სისხლით ნათესაობას უტოლებდა, რამაც თავისი კვალი დაამჩნია მათ შორის საქორწინო ურთიერთობასაც. ნათლისა და ნათლულის შთამომავლების პირდაპირი ხაზით მიმდინარე ნათესაობაში ქორწინება 12 თაობის ფარგლებში აკრძალული ყოფილა. ამის ერთადერთი წყარო ხალხური გადმოცემაა. დაისმის კითხვა, რატომ იგზალებოდა
იზრდებოდა ნათელმირონობაში ქორწინება 12 თაობის ფარგლებში, მაშინ როდესაც სისხლის ნათესაობაში 7 თაობის ზემოთ იგი დაშვებულად ითვლებოდა. Ფიქრობთ, რომ პასუხი ნათესაობის ქრისტიანულ გაგებაში უნდა ვეზიოთ. ცნობილია, რომ სოფლიოში მეექვსე საეკლესიო კრების დადგენილებით ქრისტიანულმა ეკლესიამ გასაგები მიზეზების გამო ნათელმირონობას სისხლის ნათესაობაზე უფრო მაღლა დააყენა. თუმცა ქორწინება ორივესათვის მერვე თაობიდან დააწესა. სწორედ სისხლის ნათესაობაზე ნათელმირონობით შეკრული ნათესაობის უპირატესობის ქრისტიანული დოგმატის ხალხურმა გაგებამ შექმნა 12 თაობის შიგნით ქორწინების აკრძალვის ფორმულა და არა რეალურად არსებულმა ვითარებამ. ხელოვნურად ნათესავების მეორე ფორმა მორდუობა დაკავშირებული იყო თავადის ან აზნაურის შვილის გლეხის ოჯახში გაძიძავებასთან. ბავშვის აღსაზრდელად გაცემა ფართედ იყო გავრცელებული როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის ხალხებში და ყველგან სადაც იგი მოწმდება, იძალება ქორწინება დანათესავებულთა შორის. სამეგლოში მორდუობით დანათესავებას ადგილი ჰქონდა მაშინაც, როცა რომელიმე გლეხის ვინმე გლეხის ქალი აჭმევდა ძუძუს. ასეთ შემთხვევაში ოჯახებს შორის სისხლით ნათესავების ტოლფარდი ურთიერთობა მყარდებოდა და ქორწინებაც 7 თაობის ფარგლებში იგზალებოდა. ასევე იყო გარდაცვლილი ნათესავის, დედის, მამის, ძმის ან დის მონასტრის აყვანის შემთხვევაშიც. ახლა კი აღნიშნავთ 7 თაობის ზოგად სახელებს, თუ რა თანმიმდევრობით იყო სამეგლოში, მოკლედ როგორც კაცის ხაზით, ასევე ქალის ხაზით. პირველი თაობა სკუა, ბერე, შილი, როგორც კაცის ხაზით, ასევე ქალის ხაზით ერთი და იგივე ტერმინოლოგიით აღინიშნებოდა და ქართულად ნიშნავს შვილს. მეორე თაობა კაცის ხაზით იყო მუმა, ბაბა და ქალის ხაზით იყო ნანა, დიდა, ქართულად მამა და დედა. მესამე თაობა კაცის ხაზით ბაბუ, ქალის ხაზით ბები, ქართულად ბაბუა და ბებია. მეოთხე თაობა კაცის ხაზით იყო პაპუ, პაპული, ქალის ხაზით პეპი, ქართულად პაპა. მეხუთე თაობა იყო ჯამა, კაცის ხაზით, აგრეთვე მას ჩამადისაც უწოდებდნენ, ქალის ხაზით ჯამარი, ტატი. ამის შესატყვისი ქართულად არ გვაქვს. მეექვსე თაობა იყო შამა, კაცის ხაზით, ქალის ხაზით შამარი, აქაც ანალოგიურად ქართულად არ გვაქვს მისი აღნიშნული ტერმინოლოგია და ბოლოს მეშვიდე თაობა კაცის ხაზით აღინიშნებოდა იმპუს სახელწოდებით. მოკლედ არ არის მარტივად საქმე და ესეთი ცოტა ვრცელიც გამოვიდა, იმიტომ რომ ამდენ თაობაზე საუბარი, ცოტა ისეთი რთული 10 და 12 წუთი ჩავატიოთ. არა ბატონო, 7 თაობის აღნიშნვა თანაც ამ მოჯგირეებში დგას, ანუ ნათესავებში შუას არის კიდევ რამოდენიმე დიფერენცირებული ტერმინოლოგია და შესაბამისად ეს ყველაფერი საჭიროებს დეტალურ აღწერას და ამიტომაც საკმაოდ გეთანხმები ვრცელი გამოგვივიდა დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მაგრამ უფრო ვრცელიც გქონია ასე რომ მთავარი ინფორმაცია იყო ძალიან საინტერესო. მორიგი გადაცემა რას მიეძღვნა? ხო, მორიგი გადაცემა მინდა მივუძღვნა ომორგვალე თუმაშ მკოთამა. ასეთი ის იყო ტრადიცია ჩვენთან თუმაშ მკოთამა მონასტრის აყვანა, როგორც თქვენ ბრძანეთ, ანუ ვისი შეიძლებოდა მონასტრი დაყვანა, ვისი არ შეიძლებოდა, ანუ ახაც შეზღუდები არსებობდა და მერე ომორგვალე თუმა, ანუ მეორენაირად მას უწოდებენ თუმაშ მკოჭკირუასაც, მაგრამ ეს უფრო გვიან გაჩნდა და უფრო არქაული ფორმა იყო იმის, რომ ომორგვალე თუმაშ მკოთამა, ან ზოგადად თუმაშ მკოთამას უწოდებენ და ამ ტრადიციაზე ვისაუბრეთ. მოკლედ ძალიან საინტერესო გადაცემათა ციკლი გველოდება. მადლობა ასეთ საინტერესო იდეებისთვის, გადაცემებისთვის და ჩვენს ერთგულ მსმენელს იმისთვის, რომ კვირიდან კვირამდე ესე სულ მოუთველად გველოდება. დაგემშვიდობებით, ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ. ხუთშაბათამდე ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე radio.net.lg, Facebook-ზე radio.net და YouTube-ზე. ჯგიროს ზოჯუნდათ. ჯგიროს ზოჯუნდათ. პირიქით მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მეძლევა და ფაქტურად უკვე ჩვენ ერთგული მსმენელები გაგვიჩნდა, ესეც მართლაც ბედნიერებაა და უკვე ეს უშუალო კომუნიკაციას დამყარდა. ძვირფასო რადიო მსმენელებო, გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გადაცემის ოდაბადის კინოხონი. ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში. ოდაბადეს კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე 10 ათის ეთერში.